დღეს რიგით მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართა ჩვენთან, სადაც აპლიკაცია გამოგზავნა 30-ზე მეტმა მოსწავლემ და საერთაშორისო შესარჩევმა კომისიამ შეარჩია მხოლოდ 8 მომხსენებელი, რომელიც წარმოდგენილი იყო ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერების მიმართულებით და STEM-ის მიმართულებით. ამასთან ჰქონდა მინი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო როგორც სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ისე ესეები. სიმპოზიუმში მონაწილეობას ვიღებ პირველად, ხელოვნების კუთხით ვცადე ამჯერად და ესე დავწერე ქალთა უფლებებს შევეხე ძირითადად, ჩემს ესეს ქვია ქართულად რომ ზუსტად ვთარგმნო. მე ვარ ყველა ის ქალი, რომელიც შენ დაგავიწყდა, პირველად ვცადე, იმის მიუხედავად რომ მაქვს გამოცდილება თუნდაც ვისაუბრო პუბლიკასთან, ასე ვთქვათ, ეს მაინც განსხვავებული იყო, იმიტომ რომ QR კოდის საშუალებით გაიცნო საზოგადოებამ ჩემი ნაშრომი და გამოხმაურება და უკავშირი მაინც რომ მივიღე, ძალიან გამიხარდა. მოსწავლეთა საერთაშორისო სიმპოზიუმში უკვე მეორედ ვიღებ მონაწილეობას და ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილებაა, რომ დავხვეწო სხვადასხვა უნარები. ჩემი გამოსვლა ეხებოდა პოლიტიკურ პოლარიზაციასა და სოციალური მედიის კავშირს. უშუალოდ განვიხილე საერთაშორისო და ლოკალური მაგალითები და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ძალიან საინტერესო კავშირი შეიძლება აღმოაჩინოს სოციალურ მედიასა და პოლიტიკურ პოლარიზაციას შორის.